გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს სეკულენტი უნდა განახოთ, ამისი სახელი არ ვიცი. შარშან 1 ოქტომბერს რო ჩამოვედი ქობულეთიდან, იქიდან წამოვიღე ესეთი პატარა ნაწყვეტი. გულები რო აქ პატარა, ესეთი მოვწყვიტე იქ და წამოვიღე 3 ცალი და მქონდა სახლში ზამთარში თიხის ქოთანში. მე არაფერი ცვლილება არ ქონდა, არც მოვლა არ ვიცოდი და გაზაფხულზე რო გამოვიტანე სხვა ყვავილებთან ერთად გარეთ, ნახეთ როგორ გამრავლდა, შეხედეთ. და კიდეც ყვავის, შეხედეთ რა ლამაზი ყვავილი აქვს. ზუსტად ეხლა მე ისევ ზღვაზე მივდივარ ხოლმე, ზუსტად როგორ გაყვავდება, შეიძლება რომ ჩამოვალ არ დამხვდეს. თუ დამხვდება, ამასაც განახებთ. არ ვიცი ხანგრძლივი ყვავილობა აქვს თუ არა. კაქტუსებს მაგალითად მაქსიმუმ ერთკვირიანი ყვავილობა აქვს და ძირითადად ცხები ერთი დღე ყვავის და ეს გავს თუ არა. კაქტუსს არ ვიცი, პირველად მაქვს ეს ყვავილი, ესეთი მტევნები აქვს, ნახე ყვავილის. ნახეთ. ვარდისფერია, კამერა ვერ აჩვენებს ზუსტად ფერს, ალბათ მოცის პრო ჩანს აქ და ყველაზე კარგი ის არის, რომ ძალიან მოსწონს, ჭრდილში არის კედლის ძირში მიყუჩებული ეს ქოთანი. ესე ჩაულებრივ რო იყიდება მაღაზიებში იმ მიწაშია. მერე გადავიტან წინასწარ მაგ ამისთვის ლამაზი ქოთანი შენრჩეული და ლამაზ ფორმას მივცემ. ესეც ყვავილია. და ეს რომცა რო ყვავდებოდეს ძალიან ლამაზი, რამდენი ხანი მინდოდა და მომწონდა მე ესენი. და ზღვიდან რომ მაქვს ძალიან მეყვარს ხოლმე ზღვის ენერგია მოყვება. ეხლა ალოესაც განახებთ რა მხელა გახდა. მადლობა მეგობრებო ყურადღებისთვის. არაფერი არ უნდა რა, მორწყვა და თუ გინდა სასუქსას დაუსხავ. ყველაფერს იტანს დანაуваსაც. ამტანი ყვავილი აღმოჩნდა. ნახვამდის.